და თუ მთავრობის მეთაური კმაყოფილია, მაშინ რის მოსაგვარებლად ან ვინ მიავლინა იქ ნოდარ ჯავახიშვილი ქართულ ბანკიდან და რატომ მუშაობს ის ტენდერების ახალ სისტემაზე, რა ხდება მთავრობაში ამას ის თავად გვეტყვის მოგესალმებით. ბატონ ნოდარ, არ ვიცი ეს კითხვა ალბათ თქვენს გაგიჩნდათ, ესეთი ტრანსფორმაცია მოგიწიათ თქვენ დარწმუნებული ვარ ეს თქვენი დიდი სურვილი არ იყო, რომ ქართულ ბანკში სადაც ძალიან კარგად შემდგარი თქვათ ასე მექანიზმი ჰქონდათ მუშაობის, გადაბარგდით სახელმწიფო სექტორში და იქ უნდა მოაგვაროთ პრობლემატიკა. ხო, ესე ითქვა თავიდან. და შემდეგ კი ვხედავთ რომ თავის მეთაური აცხადებს რომ თურმე არაფერი შესაძლებელი არ არის, ყველაფერი კარგად არის. არ გაგიჩნდათ ეს კითხვა რომ რა ხდება, მაშინ მე რატო ვარ აქ? მოგესალმები, აგაკი მივესალმები ჩვენს მაყურებელს. სამწუხაროდ დასაწყისში ეს რეპორტაჟის ის ნაწილი ძალიან ცუდად მოვისმინე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაკლებად ობიექტური და ძალიან მძიმე სურათი დახატეთ. ნამდვილად არ არის ეხლა ჩამორჩენა იყო ხარჯვით ნაწილში მოგეხსენება დიახ მათ შორის სამთავრობათა პრეტენზიები ცალკეულ ტენდერებთან მიმართებით მათ შორის აი რეგიონულ ტენდერებს რაც ეხება რეგიონული განვითარების ფონდიდან რომელიც ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაშია ალბათ გინახავთ მედიაში სიუჟეტები რაღაც სასაცილო შედეგებიც კი იყო იმერეთში თუ გურიაში აი ამაზეა საუბარი ანუ პრობლემა არის ცხადი აბატიეთ ჯერ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ სულ გუშინ იყო თუ არ ვცდები თუ გუშინ წინ ანგარიში ჩვენი სამინისტროსი და იქ ერთმნიშვნელოვნად ითქვა რომ 95%-ზე გავა სამინისტრო. რა საკვირველია? ეხლა შეიძლება ვიდაოთ რამდენიც გნებავთ იმაზე ჭიქა ნახევრად სარიელია თუ ნახევრად სავსე 95% გეგმის შეუსრულებლობას ნიშნავს, მაგრამ მოდი გადავხედოთ ობიექტურ სიტუაციებს ან წინაწლების მდგომარეობას ჩვენ აქ პროგრესი გვაქვს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ზუსტად იმ კონტექსტში იქნება ობიექტური შეფასება, რა კონტექსტშიც მე ვთქვი და არა ის, რომ იღუპება ქვეყანა და არაფერი აქ არ კეთდება. ზუსტად იგივეს გეტყვით ტენდერების ნაწილში. მე ზუსტ მესამე კვირა აქ ვარ და რასაკვირველია, რაღაც გარკვეული ხარვეზები ვნახე, მაგრამ შესანიშნავად ჩატარებული ტენდერების ვნახე აქ. და ეხლა გარეთ რო გაიხედები და შეხედავ, ესეთი მძიმე სურათი რო არ არის, ეს ერთმნიშვნელოვანია. იმედია იმედია რომ ჟურნალისტები და საზოგადოებას მომცემ შესაძლებლობას რომ ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედო, მოგეხსენებათ ეს საკმაოდ რთული პროცესია და მე ყველაფერს გამოვამზეურებ თუ კი ამის აუცილებლობა იქნება და რაც მთავარია პრემიერის ნათქვამზე ვიტყვი ახლა. სამინისტრო მუშაობს და მე ვთვლი რომ წარმატებულად მუშაობს არის ყველა სამინისტროში და არა მარტო საქართველოში რომ იცოდეთ მთელ მსოფლიოში არის ხარვეზები და რასაკვირველია იქნება ეს ხარვეზებიც აქ მე აქ მოვედი იმისაც რომ ტენდერები გავხადო აბსოლუტურად გამჭვირვალე და არც ჟურნალისტებს არც საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები ეს სულაც არ ნიშნავს რომ აქ არის რადიკალური ცვლილებები ჩასატარებელი ეს არის ის მიდგომები აი გამარტივდება ყველაფერი ისე და ერთმნიშვნელოვნად წაიკითხება რომ არც ტენდერში მონაწილეს და არც გარედან მაყურებელს არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი უბრალოდ რო შევთანხმდეთ რომ ეს და იგივე თემაზე ვსაუბროთ, აი კიდევ ვიტყვი მე რაც ვთქვი, რომ ეს კატასტროფა არ დაგვიხატავს, ჩვენ ვთქვით რომ მთელი წელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველაზე მეტი ჩამორჩენა ჰქონდა ბიუჯეტის შესრულებაში და ეს სწორია და არასამთავრობოთა კვლევით და ესეც ციფრებს ეკნობა ტენდერების მესამედი ჩატარდა უკონკურსოდ, ანუ ერთ კომპანიასთან გაფორმებით, ანუ ეს ნიშნავს დანარჩენი 70% ჩატარდა ისე როგორც საჭირო იყო, როგორც თქვენ და ათობით მილიონი ლარი, რაც შეიძლება არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ საეჭვო ჩინოსანთა მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა მოიგეს. ანუ აქ ჩასახედია დამატებით, დიახ. აბსოლუტურად არ არის ეს ციფრები კორექტული, მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ციფრებში ვერ შეგედავები, იმიტომ რომ არ დამითვლია. თუ 70% ტენდერების რაოდენობაზე საუბრობთ, არ გამოვრიცხავ, რომ დაახლოებით მაგ ზონეზე იყოს. მაგრამ მოდით თანხებში აიღეთ და ნახავთ, რომ არც 70-ია და არც 20. ამიტომ როცა ნახავთ რომ იქ არის ლაპარაკი თქვა 20,000-იან ტენდერზე, სადაც მეტი მონაწილე არ შეიძლებოდა ყოფილიყო, აი რო ჩაუღრმავდებით, მე მიხვდებით რომ ეს ცოტათი ძალიან ისეთი ვიტყვი რბილად, ცოტათი არაკორექტულია. და რაც შეეხება მეორე საკითხს, აი თუ არ ვწდები საერთაშორისო გამჭვირვალობა გააკეთა ეს, ხო? აი ეხლა მე ნამდვილად არ მაქვს მაგის სურვილი და არც უფლებას მივცემ ჩემ თავს რომ ვინმე შკუა ვასწავლო. მაგრამ საერთოდ ნებისმიერი არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაცია, ჟურნალისტი თუ სხვა ვინც წერს, რომ აი
რაღაცა ხდება კეთილინებოს და მიიყვანოს მაშინ ბოლომდე. ანუ თვითონვე თუ აკეთებ დასკვნას რომ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. მე როგორც ვთქვათ სატენდერო კომისიის არ ვარ ეხლა მაგრამ ვთქვათ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე რო ვიყო რა უნდა ვქნა ჟურნალისტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების გამო რომ აქ კანონი არ იყო მაგრამ მე ეს არ მომწონს ტენდერში გამარჯვება ეკუთვნის მე უნდა დავბლოკო და კანონი დავარღვიო თუ აკეთებ განცხადებას რომ მის უკან დგას მაშინ მითხარი რას არღვევს და თუ არღვევს ეს არის პროკურატურის საკითხი მაშინ პროკურატურა ინტერესდება ამ საქმით მას შემდეგ რაც მიმართავენ მას თქვათ მათ შორის ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის თქვათ განცხადების საფუძველზე არა კი ბატონო მაგრამ თქვენ როგორ გინდა ჩვენ ანარქია ვაშენოთ თუ კანონი გაძლევს ამის უფლებას და ეს კანონიერი ქმედება მე იმიტომ რომ ვიღაცას არ მოწონს ეს ამიტომ შეიძლება დავბლოკო ტენდერი არამც და არამც ამის იმედი ნუ გექნებათ. მაშინ აი თქვენ რას აპირებთ? აი ესეც გითხარით. ტენდერი ჩატარდება ყველა წესის დაცვით და მანამდე და მას შემდეგაც წესის დახვეწა იქნება აუცილებლად. ანუ დახვეწილი წესით ჩატარდება მის სრულ შესაბამისად და რა შეზღუდვებიც იქნება ტენდერში მონაწილე პირებისთვის, იქნება ის შეზღუდვები აუცილებლად შესრულებული. ეს რაც წერია კანონში, მაგრამ ჩვენი კანონი არ კრძალავს ფლობას მაგრამ გარწმუნებთ სერპანტინმა სხვათა შორის ვიზეც იქ საუბარი იყო ძირითადად ჩემი აქ მოსვლის მერე ჩემი მონაწილეობით ორ ტენდერში გაიმარჯვა მობრძანდეს ბატონო ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ვაჩვენებ რომ მათ ეკუთვნოდათ გამარჯვება და გაიმარჯვეს იმიტომ რომ დიდი ამბები იყო ამის ირგვლივ ატეხილი ერთ-ერთ ტენდერში მონაწილე ორი დამარცხებული კომპანიის ხელმძღვანელებს შევხვდი და ვესაუბრე და მოივი ამბობს არანაირი პრეტენზია არ აქვს იმიტომ რომ უფრო მეც გეტყვით ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ვერ გავიდოდით ტენდერშიო უბრალოდ იმიტომ მივიღეთ მონაწილეობაო რომ აი იქნებო სხვამაც ვერ შეასრულა ეს ტენდერის პირობები და მაინც ჩვენ აგვირჩიონ მიუხედავად იმისა რომ ტენდერის პირობებს ვერ ვასრულებთო და ისიც კი ვკითხე ხო არ იყო ტენდერის პირობები უფრო მძიმე ვიდრე ამას კონკრეტული სამუშაო შესრულების ლოგიკა ითვალისწინებს რომ არა ბატონო ნოდარო 600,000 ეწერა და ესეც თუ არ გაქვს გაკეთებული ნაპირსამაგ სამუშაოებზე საერთოდ არ უნდა მიგიშვა ტენდერთანო თუმცა თქვენ არ გესწავლებათ ჩემგან ყველა ვიცხოვრი ამ ქვეყანაში და ვიცით რომ შეიძლება უბრალოდ თხოვონ კიდეც რომ მოდით არ მიიღოთ მონაწილეობა ყველაფერი შეიძლება უბრალოდ როდესაც ესეთი რაღაცა ალბათ ჯობია რომ მეტად ჩაიხედოთ გავიგე რომ თქვენ ჩაიხედეთ არა რომ კომარიბა ინტერესთა კონფლიქტი ან ჩაწყობა ესე რომ აბათიეთ მე ნოდარ ჯავახიშვილი დღეს მინისტრის მოადგილე თვითონ ვესაუბრე მეთქი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს რასაკვირველია ეგეც შესაძლებელია და მეორეს გეტყვით კიდე ვერც ერთ გვარს ვერ დამისახელებთ მე საქართველოში რომელიც დამირეკავს მე და მეტყვისო ტენდერში გამომარჯვებინეო ნებისმიერი თანამდებობისა ეს მინდა იცოდეს ყველამ საქართველოში აი მაშინ რას ხედავთ თქვენ ისეც ამ მექანიზმში რაშიც ფიქრობთ რომ უნდა ჩაერიოთ იმ სახით რომ რაღაც რეკომენდაცია მისცეთ რომ გამოსწორდეს რა არის ის აბათიეთია მე ახლა ვერ დავკონკრეტდები იმიტომ რომ მე ზედაპირული საუბარი არ მჩვევია ან რა ნაწილში თუ შემინიშნება მაინც რო გითხართ ცოტა დრო კიდე დაჭირდება რომ კონკრეტულად ვისაუბროთ, მაგრამ გეტყვით რომ შესყიდვების კანონი მთლიანად გადასამუშავებელია. იქ არის ისეთი მუხლები, რომლებიც უბრალოდ იურიდიული დოკუმენტისთვის ძალიან რბილად რო ვთქვათ არაკორექტულია. წესები არასაკვირველია დასახვეწი, საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი მიმართულები და უპირველეს ყოვლისა ეს ყველა ჩვენს კანონს ეხება სხვათა შორის და ნორმატიულ აქტს უპირველეს ყოვლისა იმ მიმართულებით რომ წინადადებას როცა ვიკითხავთ მე და აკაკი უნდა გვესმოდეს ერთნაირად ზუსტად ის არ უნდა იკითხებოდეს რამდენიმენაირად და რაც მთავარია ტენდერები უნდა ჩატარდეს დადგენილი წესით და განაცხადის სრულ შესაბამისობაში და არც ერთ სატენდერო კომისიის არც ერთ წევს არ უნდა დარჩეს საკუთარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ვთქვათ, მე ჩავთვალე უფრო მნიშვნელოვნად, აი ის მეორე არ ჩავთვალე უფრო მნიშვნელოვნად, უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი მიდგომა, ეს არ შეიძლება, ან არ შეიძლება. და აგრეთვე შემდგომი ცვლილებები, მათ შორის აი ვთქვათ, ფინანსურ ნაწილში, შემდგომი ცვლილებებიც ალბათ უნდა იყოს ძალიან შეზღუდული, ვთქვათ, ხელშეკრულებაში, იმიტომ შენ ამ პირობებით გაიმარჯვე და შემდეგ ამ პირობების შეცვლა მაშინ რასაკვირველია თუმცა ესეც შეიძლება ბევრიც არ იყოს რომ ხელშეკრულება იცვლებოდეს მერე მაგრამ თვითონ ტენდერის დოკუმენტაციის განხილვის მერე ძალიან ბევრი დაზუსტებები მიდის აი
ეს უნდა შევამციროთ. თუმცა რო იცოდი აკაკი ამან შეიძლება გამოიწვიოს თავდაპირველ ეტაპზე სერიოზული ტენდერების ჩავარდნა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საკმაოდ სოლიდურ სამშენებლო ორგანიზაციებსაც კი მოაქვთ აბსოლუტურად გაუგებარი და ზოგ შემთხვევაში ეჭვი-დაგრჩება რომ წერა კითხვა იცის. უნდა კითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ გაჩნდა ესეთი მოსაზრება და ალბათ საფუძვლიანიც, რომ შესაძლოა თქვენ ჩაანაცვლოთ მინისტრი. თქვენ თუ შევხვდით მინისტრს და ის თუ ეთანხმება, თქვათ, იმ კურსს სრულად, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ რომ გაატაროთ, იმიტომ რომ ის ავათარის და რაღაც არავის არ ვნახოთ და თქვენ თუ ნახეთ. შენგან მიგვირს აკაკი. გეგმულება დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ეთქვი რომ მოდი სწორად პატიოსნად კარგად ვიმუშაოთ და თუ არის რამე ხარვეზი გამოვასწოროთ, შეიძლება იმან გითხრას რომ არ მინდაო. დასაკვირველია აქ მზაობას მე ვხედავ და თუ არ იქნება ეს მზაობა, ამას გარედანაც მიხვდებით თქვენ თვითონ და მე ვთვლი რომ ჩვენ ყოველგვარი ასე ყევების გარეშე გავივლით ამ პირველ ეტაპს და მე გუნდურად მივხედავთ ამ სერიოზული საქმის. როცა ჩასვლით რომ თქვენი მისია შეასრულეთ, თქვენ დაუბრუნდებით ქართულ ბანკს თუ გააგრძელებთ მუშაობას მას? თუ ჯერ არ არის გაცნობილი. სხვადასხვა მე დღეს თქვენი თანამშრომლები რომ შემოვიდნენ ჩემთან კაბინეტში, მაგით დავიწყე რომ ნუ მილოცავთ ნურაპერს, აი მომილოცეთ თუ გავართვით ასახულამოცანებს თავი და რო გაიგებთ რომ მე შევასრულე ჩემი მისია და მივდივარ, მაშინ მომილოცეთ მეთქი. ანუ მიდიხართ რომ შეასრულეთ მისიას. არ არის ეს ჩემი საქმე, ასე შემოგევლეთ. ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ მართლა შემდეგ აი თუ იგივე Transparency International შემდეგ როგორ შეაფასებს თქვენს შედეგებს თქვენი მუშაობა. იცოცხლეთ. წარმატებებს გისურვებთ. ტენდერები პრობლემა